მეორე ბრძოლა იყო ამ ღამეს ჩვენი ოთარ თანძილოვის და მგონი ის უნდა ვახსენოთ, რომ ეს ძალიან ახლო ბრძოლა იყო, არ იყო რაღაც ცალმხრივი ბრძოლა, საკმაოდ ახლო ბრძოლა იყო. კარგი მომენტები ორივეს ჰქონდა, ჩემი აზრით. მაგაზე ვისაუბრებთ ახლა რაუნდები როგორ გაიყო და გადაწყვეტილება როგორ შესრულდა, მაგრამ ის არ დავივიწყოთ, რომ ეს არ იყო ოთარის დივიზიონი რა. ოთარის დივიზიონი არის ერთით ქვემოთ. არის ბანთამვეითის, რომელიც არის 61 კილო. ხო? და ეხლა შეასრულა 66-ში. თან მოკლე შეტყობინებით. უსამართლობა იყო ოთარის მიმართ, ანუ ეხლა მესმის რომ UFC-ის კონტრაქტი რომ მოგდის, კინაღამ და ნებისმიერი ბრძოლა მაგაზე შეიძლება ნებისმიერ თანხმდამოებაზე საქართველოს და ნებისმიერი ბრძოლა ნებისმიერ ზონა და კატეგორიაში და დახვდება ჩხუბს. ვინ უნდა უყენო წინ რომ არ ითქვას, რა. და მაგი უსამართლობა ჩვენ მოგვიწია, ჩვენ ბეძე დაიცა ეს უსამართლობა რა, რომ ჩვენ მოგვიწია წონათი მაღლა. ეს წონათი კატეგორიაში მაღლა ჩხუბი, მაგრამ ძალიან მაგრა გამოვიდა ოთარი თავი 30 თუ 27-ს აბსოლუტურად არ ვეთანხმები. თუ შეიძლება და შეიძლება მიცემა მაგ ბრძოლა შეიძლება და ან გაყოფილი გადაწყვეტილებით მიცემა, ან 29-30. ო რა, ანუ რეალურად. ახლა პირველი რაუნდი რო ოთარი მოუგო, ეს უდაოდ შეიძლება სახეზე ეთყობოდა და ყველა სახე ანუ არაფერი არ გაუკეთებია ოთარიზე მეტი. უშუალოდ მაგ რაუნდში რა, არც ჭიდაობის ელემენტში და არც დგომის ელემენტში, მაგრამ საჯების გადაწყვეტილება არის, უნდა მივიღოთ როგორც არის, თავარი არის, რომ კონტრაქტი აქვს ოთარის UFC-ში და ბენთამვეიტში ასპარეზებს და რავი, დიდი მოლოდინი მაქვს მაგნეტ ტალანტისგან რა. ერთი ტექნიკური ნიუანსი, რასაც შევიტანდი მე მაგალითად, ხო მან, რომ მე ოთარის ამდენს არ ვაჭიდავებდი მაგალითად რა. იმიტომ რომ აშკარად ძალიან მაგარი მებრძოლი არის ოთარი თქომში, შეიძლება მოულოდნელის ეფექტს იყენებდნენ. რომ რეალურად მოულოდნელობის ეფექტი ქონდა მაგ ტეიქდაუნს, რომ მის მეტოქები წარმოიდგენდა თუ ოთარი შემოვიდოდა ფეხში და გადაიყვანდა. კეინა, მე მგონი ყველა მცდელობა გადაიყვანა თუ ერთიც და ერთი დაიცავა თუ რაღაც რა. კარგი მოულოდნელის მცდელობა იყო, მაგრამ მაინც რადგანაც აი იმდენად მაგარი დგომის მებრძოლია, ხო? რომ მინდა დავინახო სულ ოთარი დგომში. თან დავინახეთ, ხო? რადონის მაგარი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს ტიპს. რომ რეალურად ხო ძალიან სუბუქი, მაღალი ბენთამვეიტმა მე მგონი ყველა გდება დაიცავა იმის რა ქვია. კი. და რა ცალფეხზე მაგრამ დააბალანსა რა. მუხლი ქონდა აღებული ერთი მომენტი მაგრამ ანუ სრული არსენალი აქვს რომ გადატეხო შვაზე ნებისმიერი ბენთამვეიტი განსაკუთრებით მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მისი ტეიქდაუნ დიფენსიდან გამომდინარე, მისი დარტყმების ძალიდან გამომდინარე. და ანუ რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო მესამე რაუნდში ერთ დარტყმას ის დაარტყამდა ყოველთვის ეთყობოდა მეტოქის სახეზე რა. მესამე რაუნდიც სადაო წერტილი არის შეიძლება დავირახე მესამე რაუნდში საუბარი ზოგადად როგორც ასეთი მაგაზე რა. მაგრამ ნუ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ცვლილებაზე ვლაპარაკობთ, მე იმას ვლაპარაკებდი როგორც კოუჩი, რომ უბრალოდ არც ვაჭიდავებდი. მაგი უნდა იყოს შეინის პრობლემა. რომ ოთარის ნეტა შევიდე ფეხებში, იმიტომ რომ ხელას მიყავს. და მაგ ვერ შედის ფეხში, ვერ აღწევს წარმატებას და საჯები ხედავენ, რომ ეგ არის. ანუ რა წააგრძელა. მაგრამ არა უშავს, იგიც ძალიან მაგარი გეგმა იყო. ცუდი ის არ იყო, ცუდი გეგმა რომ შედიოდა. იმიტომ რომ მართლა წარმატება ქონდა ყველა მის ტეიქდაუნებს რა. პროსე უბრალოდ შეინც კარგი აღმოჩნდა. პარტები და ქვევიდან დგებოდა სამი შეცდელობები. ბევრი მოქმედებები ქონდა მისებული რა. არა უშავს, ვარცხდებით, მაგრამ ვაგრძელებთ ნაბიჯის გადადგმას. ოთარისთვის ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი აქვს. ამდენად ნალოდინი UFC-ში და ეხლა აქვს მთელი საშუალება, რომ გამოვიდეს მისი თავი. და ჩვენ სოფლიო ასპარეზზე ვინ არის და რა არის? ჩვენ ისეც ვიცით ვინ არის. და მე როგორც ვიცი რა, ესეთ მოკლე შეტყობინებებზე როცა იღებენ ხოლმე ბრძოლებს რა, მებრძოლები და თან გინდა მარცხი იყოს ახლა საჯების თვალში, მაგრამ თან ესეთი შესრულებით რა, ანუ ესეთი კაი ჩხუბის შესრულებით და სკილების ჩვენებით აუცილებლად მერე უბრუნებენ იმ დახმარებას, რაც თვითონ გაუკეთა ოთარმა, რომ აიღო ის short notice-ი და არა თავის დივიზიონში და არა ის multi-fight-ი მისცენ ეს უეჭველი ვიცი, მაგრამ multi-fight კონტრაქტი მისცენ.
და ესე ვფიქრობ, რომ თავიდანვე რომც არ ყოფილიყო multi-fight, აი ამ ბრძოლის მერე ნამდვილად ეხა მაინც დაიმსახურა, არ ვიცი ეხა რა მიწის, მაგრამ აშკარად იმსახურებს რა და ერთი სული მაქვს ველოდები, რომ ნახო bantamweight-ში ახლა ყავს 3 კაცი. აზე ხარ 7 მებრძოლი ყავს UFC-ში. 3 კაცი ყავს bantamweight-ში. და რავია, ძალიან დიდი რაღაცა არის და ისე შეასრულა, რომ ნამდვილად არ უნდა იყოს უგუმაყოფილო, ეხლა შეიძლება იყოს ზღვის გადაწყვეტილებაზე და რაღაცა, მაგრამ ნამდვილად აჩვენა მაღალი დონის სკილები რა და მე შევამჩნიე რა, ყველაზე სუფთა ზიანი დარტყმები ჩემი აზრით ჰქონდა 400 ზიანიანი სუფთა დარტყმები 400 ჰქონდა და ერთს იმას დავამატებ, რომ ფეხები ძალიან კარგი აქვს და ხელებიც ძალიან მაგარი იყო. ეხლა ფეხებზე უფრო ცნობილი იყო, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უფრო შეიძლება რომ ხელებითაც რომ მიწოლიყო უფრო რა. ანუ რომ ესე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ხელები აქვს, როგორც ფეხები და ხელების გამოყენებაც უფრო ხშირად შეიძლებაოდეს რა. ანუ ოთარ ძმაო, შენ დაბრუნებას UFC-ს ოქტაგონში ველოდებით, შენ წარმატებას და შენ იცი შენთან ვართ. ანუ ბევრი წონა არ დაუკლია ფაქტიურად. და ტრავმებიც არ აქვს აშკარად ბრძოლიდან გამომდინარე, რომ შევხედოთ მიღებული. ამიტომ მე დარწმუნებული რომ ნებისმიერ უახლოეს ივენტში შეუძლია bantamweight-ში ჩახდეს, ფოკუსი არ დაკარგოს, ივარჯიშოს, ნებისმიერ bantamweight-ში შეიძლება ჩახდეს და შესანიშნავად იასპარეზოს. დარწმუნებული ვარ, რომ featherweight-ში ასე რო იჭხობა, bantamweight-ში გამო სხვაობა ძალაში რო არის, ხო? ანუ შედეგიც ძალიან დიდად სხვა იქნება რა. იმიტომ რომ ოთარის არასოდეს არ უჩხუბია featherweight-ში. არასოდეს არ უჩხუბია featherweight-ში. იმას ხო, კოლინს ხო, სულ featherweight-ში აქვს ჩხუბარი. ანუ ძალიან დიდი სხვაობა არის ეს. მე მაგას თავიდანვე აღნიშნე, რომ ანუ უსამართლო სხვაობა არის და მართლა underdog-ად შევდივართ, იმიტომ რომ ანუ მინდა მივიღოთ რისკი რა. და ოთარი მე მეგონა რომ შანსი ქონდა კონტრშეტევაში და ვწდებოდი. შანსი ქონდა ყველა ასპექტში.